საზოგადოებას მინდა მოგმართოთ დღევანდელი ყოფა ქართველი ერიზნელზემობისა ქართული სახელმწიფოებრიობის ტერიტორიული მთლიანობის რღვევისა არის 1992 წლების სამხედრო კრიმინალური სისხლიანი გადატრიალება, რომელსაც პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი ადმინისტრაცია ბუში და ჯეიმს ბეიკერი, ხოლო ტექნიკური შემსრულებელი იყო კრემლი, მათი სპეცდანიშნულების შეიარაღებული ძალები, ბანდფორმირებებთან და პარტოკრატებთან და წითელ ინტელიგენციასთან ერთად. და ამას ადასტურებს გენერალ-მაიორი ჯემალ ჭუმბურიძე თავის გახსენებებში, რომელიც ხუნტის გენერალი არის, რომელიც თბილისის ზღვაზე თენგიზ კიტოვანის ბანდფორმირებებთან ერთად იყო დაბანაკებული. ის აღიარებს არა მარტო ლიბერალური ფრთის, არამედ ეროვნული კონსერვატორული ძალები, უმრავლესობა, პარტიები, ორგანიზაციების ლიდერები ადიოდნენ და ყველას იარაღები ურიგდებოდათ თბილისის ზღვაზე. გარდა მაგისა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევისა არის გენერალიტეტი, რომლებიც გორგასალის ყველა ხარისხის ფლობელები არიან, რომლებსაც არც რუსეთ-საქართველოს ომის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის